გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. ყაზბეგის რაიონ სოფელ ფანშეთში ვიმყოფებით. აქ ცხოვრობენ საბაურები. ეს ბატონი რევას საბაურების გვარის ისტორიას მოგვიყვება. გამარჯობა ბატონო რევას. გვაინტერესებს საბაურების გვარის ისტორია. ლეგენდა კი არ იძახეს იმას, საიდან მოვედით, როგორ მოვედით, მაგრამ სამების ეკლესია ხო იცით? კი. იქ შეწირული ხალხი რო იყო, იქ მოხსენიებულია ჩვენი გვარის შეწირული ხალხი ყავდა საბაურების. შეწირული ხალხი ნიშნავს, ვინც უვლიდა რა ეკლესიას და ვინც პატრონობდა. ესე იგი ეს მე-14 საუკუნეა. იმის იქით აღარ ვიცით ახლა, რომელ საუკუნეში მოვიდნენ საერთოდ. იმის ადრე უნდა თუ ადრე. ანუ ისტორიულად რაც გვაქვს დაფიქსირებული, ვიცით რომ სამების ტაძრიდან იყო. და იქ მონაწილეობა აქვს მიღებული მონასტრის მშენებლობაში. იმის შემდეგ აგერ ამ სოფელში დასახლებულები იყვნენ ძველი ფანშეტას ვეძახით, ჩვენი წინაპრები. ლეგენდა იძახის, რომ 50 კომი ცხოვრობდა აი მაგ ფერდობზე სულ სახლები იყო. ეკლესიაც ექნებოდა რა თქმა უნდა და ქრისტიანებიც იქნებოდნენ. ეს ეკლესია, რომელიც აი პატარა ეკლესია არის, მომავალმა მიგვანიშნეს, რომ ეს ეკლესია იქნებოდა. ჩვენ გვეგონა, რომ ეს იყო აკლდამა, ესე იგი ჭირი რო იყო, შავი ჭირი რო იყო, მას შეჰყავდა ხალხი, შედიოდა და იქ ეკვდებოდა, იქ სიჩებოდნენ და ძვლები იყო შეგნით და მე რო გამოვასუფთავეთ, გამოჩნდა რომ იყო ტრაპეზის ქვა. ანუ ტაძარი იყო. ანუ ტაძარი იყო რა ეკლესია. რომ დაახლოებით მე-5 საუკუნეს ეკუთვნის ეს ტრაპეზის ქვა. შავი ჭირი საქართველოში რამდენჯერმე იყო, მაგრამ ეს რომელი ჭირი იყო, რომელმა ჭირმა მოუღო ბოლო ამ ჩვენ წინაპრებს ამ 50 კომსა ეს არ ვიცით ახლა. მაგრამ გადარჩა ერთი ფეხმძიმე ქალი, რომელსაც ქმარმა დაუძახა და უთხრა რომ წადიო შენ მოშორდი აკაურობას შენ მაინცო და ის თვითონ იმას ხალხს შველი და რომ მე ყანა აკლდამებამდე რაღაც და ესაფრო რაღაცა და შენ წადიო შენს მამის სახლშიო ფშავშიო. და ეს ქალი წავიდა იქ ფშავში და ეს ტერიტორია რაც საბაურებს ეკავა აქ ანუ სათიბი საძოვარი რაღაცა მთელი ამბავი ეს უპატრონოდ დარჩა თითქოს რა ეგრე გამოვიდა. იმიტომ რომ საბაურები აღარ არიან იქ ქალი იქ წავიდა. ეს 15-16 წელი და დაახლოებით 20 წელი გავიდა რა ამ იმისა და შემოსევა იყო სულმანები ვინ იყო როგორ იყო ხევში ბრძოლა იყო და ერთი კავთის ხევრი კაცი სამქანაშვილი ამ მოხეებთან ერთად იბრძოდა. და ხალხმა რომ კაცმა თავი გამოიჩინა სამქანაშვილმა მოხე ხევის ბერებმა უთხრეს რომ აი ეს ერთი ადგილი არისო და თუ აღარ მიდიხარ და დარჩენა გინდაო აი ამ ადგილსაო მოხსენთო. მე ეს ხომ მოუთხრეს რომ შეიძლება ვიღაცა კიდე იყოს და ქვა საიდანმე გამოგორდება, ნუ დარჩენილი ქვა. მე მართლა გამოჩნდა ეს ქალი. ეს კაცი კი დაასახლეს აქ. ეს ქალი გამოჩნდა, ჩამოიყვანა თავისი ბიჭი ჩამოიყვანა და იძახის რომ ეს ჩვენი ადგილიაო და ეს ბიჭი იყო საბაური. საბაური ვარო, ესავე ჩემი შვილიაო, ბიჭი ჩამოიყვანა და აბა თუ იციო მაშო დროშა აიღებდა თქვენი ადგილები თუ იციო იმ ქალს უთხრეს. შემოიარევდა მაშინ და ამტკიცებო რომ ეს შენი არის და წავიდა გერექვით სტეპანწმინდის პირდაპირ წავიდა და ესე გადავიდა ყინურამდე მე წამოვიდა ემთის იმაზე და ესე გადავიდა იქ წყარო არის იქ ჩამოვიდა და ამტკიცა რომ თავისი ეს ბიჭიც დასახლდა და ის კავთის ხევლით დასახლდა გახდა ორი გვარი ამ
დაახლოებით რომელი საუკუნეა ეს, როდის ხდება? ეს დაახლოებით ერთ-ერთი შავი ჭირის შემდეგი პერიოდი. 17-18 საუკუნის ესე 200-300 წლის ამბავი რა. შეგვიძლია ვივარაუდოთ დაახლოებით 200-300 წლის ისტორიაზე ვსაუბრობთ ახლა, როდესაც ქალბატონმა ბიჭი ჩამოიყვანა საბაური და იმის შემდეგ გამრავლდნენ საბაური და ის ერთი კაცი დარსა, ისაც გამრავლდნენ ისინი და ორი გვარი იყო აქ რა. საბაურები და სამქანაშვილი. უთხრესო უფრო გაგიადვილდებათო ხელისბერმა ადგილების დაცვაცაო, შრომაცაო ერთად და რაღაცა შიშიანობა იქნება და ერთმანეთს ხარს მისცემს და მოსახლდა ისაცა და ისაცა რა ორივენი. იმის შემდეგ გამრავლდით საბაური. გამრავლდით ეს საბაურები. დიდი მადლობა ბატონო რეზო ინფორმაციისათვის. ჩვენ ვეცდებით ახლა ავიდეთ ძველ ფანშეტაში, სადაც საბაურები თავიდან დასახლდნენ. ვაგრძელებთ საბაურების გვარის ისტორიას და ბატონი შავლეგო საბაური მოგვიყვება ძველი ფანშეტის ისტორიას, სადაც ზემოთ აგვიყვანს, სადაც ცხოვრობდნენ სოფლის ხალხი. გამარჯობა ბატონო შავლეგო. ეხლა სად ვიყოფებით? ეს არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც ძველი დასახლების დროინდელია, ანუ ძველი ფანშეტის პერიოდის არის. თავიდან ჩვენ როგორც ინფორმაცია ქონდა მოსახლეობას, აქ იყო საძვლე შავი ჭირის დროს, როცა მოსახლეობის იზოლება ხდებოდა, აქ შემოყავდათ. თუმცა მე მეუფემ ოდესაც ნახა ეს შენობა, მივხვდა რომ ტაძარი იყო და მართლა აღმოჩნდა ტაძარი იყო. თავდაპირველად იყო ტაძარი, შემდეგ უკვე ალბათ ჭირიანობაზე როდესაც გვარი გაწდა და აღარავინ იყო, ერთი ადამიანი გადარჩა. იმ პერიოდიდან საძვლედ ვიცოდით ჩვენ, იმიტომ მანამდელი მოიხსიერება აღარ ქონდა მოსახლეობას და არ ვიცოდით რა იყო მანამდე, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ მართლა ტაძარი იყო. და დღეს აღარ სოფელმა აღვადგინეთ თლიანად ერთობლივად ყველამ. ძალიან დიდი მადლობა შავლეგ. დავიძრათ მაშინ, გაგვიძახი წინ. ძველ ფანშეტაში. ეს არის ძველი ფანშეტი, სადაც პირველი მოსახლეები იყვნენ საბაურები და საბაურები ცხოვრობდნენ ამ დასახლებაში, ეს კოშკიც და ეს ყველაფერი იყო საბაურების. და ეს სოფელს აქ გალავანი ქონდა, ეს ნაშთები კიდე შემორჩენილი, დაცული სოფელი იყო, წყალი. საკმაოდ სტრატეგიულ ადგილას. ანუ ისეთ ადგილზე იყო, რომ კანკონტროლებდა სივრცეს, რომ ტრიეს შემოშლების შემთხვევაში თავი დაეცვათ და დროულად გაიგოთ, რომ მტერი მოდიოდა. გალავანი ქონდა, დაცული იყო. აქ მოსახლეობა რატომაც აიყარა აქედან ეს იყო შავი ჭირი, ანუ გაწდა მოსახლეობა და მე ერთი გადარჩა და იქ უკვე დაბლ დასახლდნენ და სხვაგვარებთან ერთად თქვათ განაგრძეს ცხოვრება. საბაურები ცნობილია, რომ იყვნენ ხევში ცნობილია, რომ იყვნენ სამების გერგეტის სამების აშენებაში მიიღეს წილი. ეს ისტორიული არშივობს ამის ფაქტები და დადასტურებული რომ წილდებულებს ეძახიან, თქვათ მონაწილეობა მიიღეს. ხარებით იყო საჭირო თუ ფიზიკური ძალა იყო თუ რამე, ყველაფერთ ეხმარებოდნენ ამ შენებლებს, როგორც ვიცით, აქაც სოფელშიც ნაწილი მუშები და ესე თქვათ კალათბურთები ცხოვრობდნენ რაღაც პერიოდი. ეს სამება როგორც ცნობილია მე-14 საუკუნეში აშენებული. აგრეთვე მე-15 საუკუნეში სულთამატიანეში, სამების სულთამატიანეში მოხსენებულები არიან საბაურები. გერგეტის სამებას ყველა სოფელმა მისცა მძევალი ერთი კაცი. ანუ ეს მძევლები რაღაც გარკვეული ფუნქციას ასრულებდნენ, როგორც მაგალითად გერგეტის სუჯაშვილები არიან გერგეტის ყმები და ესე ვთქვათ გარკვეულ ვალდებულებას კი სრულობდნენ სალოცავის წინაშე, ასევე სოფლებიდან თითო კაცი მიეცათ და ეს იყო მე-15 საუკუნეში წერილობით წყარო არსებობს, რომ სოფელ ფანშეტიდან ერთი კაცი იყო საბაური, რომელიც ესე ვთქვათ მძევალი იყო და გარკვეული ვალდებულები ჰქონდა, რომ ესე ვთქვათ რაღაცა გაიკეთებინა რა. ესე იგი დაახლოებით მე-14 საუკუნეში უკვე ფიქსირდება გვარი საბაური. ეს დასაბუთებულაც ვიცით, მე-14 და მე-15 საუკუნეში ეს დასახლება იყო უკვე კარგად ძლიერი დასახლება, იმიტომ რომ ხევის იმაში ცხოვრებაში თავისი წილი შექონდა. არ იყო ეს თქვა რაღაც პატარა დასახლება და ეს მიანიშნებს იმას, რომ მანამდე უკვე კარგად ხნის დასახლება იყო და ჰქონდა საკმაოდ ძლიერი. მანამდე ხევს ეწოდებოდა წანარეთი. წანარები ცხოვრობდნენ უკვე მე-18 საუკუნიდან თამარ-მეფის დროიდან მოიხსენიება როგორც ხევი, მაგრამ მანამდე იყო წანარეთი. სხვადასხვა ვერსიები არსებობს, წანარები ბუნები იყვნენ და ანუ დიდი უკვე ჩვენ ვიცით, რომ წანარებისგან მოყოლებული საბაურები აქ ცხოვრობენ და ძველი მოხელეები არიან, შეიძლება ასე ითქვას. სოფელი საკმაოდ სტრატეგიულ ადგილას არის, მთელ ხევს გადაყურებს და ჯვარი არის, ზარი არის აქ. ტაძარიც ჰქონდა საბაურებს. ანუ აქ უკვე ვიცოდით თავიდან ნაეკლესიერი ადგილი იყო. აქ სალოცავი არის, ანუ როდესაც საბაურები გადარჩენ და ის ერთი კაცი გადარჩა და გაამრავლა გვარი. ბერი იყო ადრე, ხო? მე-20 საუკუნის, ანუ არსაბას მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში კიდე არის ცნობილი, რომ ერთი ბერი იყო აქ დაყუდებული, რომელიც გამოდიოდა ხოლმე დღეობაზე და გვარს ამწყალობლებდა და თქვათ აქ განდეგილად იყო და ლოცულობდა. გარდა ამისა, ისაა საინტერესო, მე წან გითხარით გზა რო გადადის სამთელოებთან, იქიდან მე გზა გადადის ყინვართან. როგორც ყინვარს არის გათლილი გამოქვაბული და იქ არის კიდე
ნაბერალებს ეძახიან, სადაც ვერები ცხოვრობდნენ, ადრე ნაშთებია შემორჩენილი. ის და აქ კიდე არის დაბლა ეკლდესთან არის გამოქვაბულები, სადაც როგორც ვთქვით, ვერები ცხოვრობდნენ. ანუ ის ერთი კომპლექსის ნაწილი იყო ის გამოქვაბულები, ის ბეთლემის ნაშთი, სადაც ნაბერალებს ეძახიან, ანუ ერთი რაღაც კომპლექსი შეადგენდა, იმიტომ რომ ესეთი ინფორმაცია გადმოცემაც არსებობს, რომ იქედან ვერები ზამთარში ჩამოდიოდნენ ამ გამოქვაბულებში, იმიტომ რომ ძიმე იყო ზამთარში გამოზამთრება და აქ ცხოვრობდნენ და სამომავლოდ ყველა რაღაც ისეთ სივრცე იკრებოდა, აქაც ბერი იმიტომ მიყვარებათ, რომ რაღაც ცდილობდა და საერთო გზაც გადადიოდა იმ ქვაბებიდან იქეთ თვითონ ნაბერალებისკენ და ნუ რაღაც სისტემა იყო შეკრული ეს თქო დაკავშირებული იყო ერთმანეთთან ეს ყველაფერი. ესე იგი დაახლოებით მე-14-მე-15 საუკუნიდან უკვე ფიქსირდება გვარი საბაური. უკვე წანარები არსებობდნენ და წანარები იყვნენ ყაზბეგში, ყაზბეგს და ხევ წანარეთი ეწოდებოდა და უკვე ალბათ მიდიოდა იქ წანარებამდე, რომელიც მე-10 საუკუნეებამდე უკვე საკმაოდ მოძლებულები იყვნენ, ცნობილი ფაქტია, რომ ის წანარები თვითონ არაბები წინააღმდეგობას კიდე იღებდნენ ბრძოლაში მონაწილეობას და მთლიანად წანარებმა გააერთიანეს. ესეთი ისტორიული ეს თქვათ კვლევაც არსებობს, რომ კონტუქსიდან ალბათ იქიდან იღებს საფუძველს უკვე საბაურების გვარი რა. მეორე მსოფლიო ომში თუ იყვნენ საბაურები 1941 წლის 16 მარტს ჩამოვიდა დიდი ზვავი, ის თითოეულობა იყო ძალიან როგორც ამბობენ და იმდენად დიდი თოვლი მოვიდა, რომ ისეთი ზვავი ჩამოვიდა, ემაძვე ზვავი არც მანამდე არც მიზნად არავის არ აქვს და ამ ზვავმა დაიტანა ერთი ოჯახი მთლიანად. ამ ოჯახში დაიღუპა დიდი ტრაგედია მოხდა 6 წელი. მთლიანად ამოწყდა ოჯახი. საბაურები? კი, საბაურები. ნუ რამდენიმე წევრი გადარჩა, რომლებიც წასულები იყვნენ ზოგი თბილისში, ზოგი ნუ ადგილზე იყვნენ, მაგრამ 6 წელი დაიღუპა, მათ შორის ერთი აკნის ბავშვი. ეს იყო ზუსტად ის პერიოდი, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ეს სამამულო ომი. ამ სამდებრო ოპერაციაში მაშინ მონაწილეობას იღებდნენ მთელი რაიონი, ანუ ჯგუფებად იყვნენ და ერთი ჯგუფი რო იძლებოდა მეორე იწყებდა, რომ ამ რაღაც ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. და ისეთი ინფორმაცია, რომ იქედან ხა რაიონიდან მოსულ ადამიანები, რომლებიც მე სახში ბრუნდებოდნენ, აქედან მომორჩებოდნენ თავის სვლას, ასე ვთქვათ, სახში დახვდა ზოგიერთს უკვე მეორე მსოფლიო ომში გაწევის ერთგვარ შეტყობინებები. და ესეთი ის იყო რა, ანუ თუმცა მე როგორც ინფორმაცია გვაქვს, ესე იყო, თავიდან წაიყვანეს ადგილობრივები ომში, რაღაც ნაწილი, მე უკვე შეწყდა აქ ადგილობრივების გაწევა იმ მიზეზით, რომ გერმანელები რომ მოუახლოვდნენ ჩრდილო კავკასიას, აქ თვითონ უნდა დაეცვათ ადგილობრივებს, ამზადებდნენ, რომ თვითონ აქ თუ გერმანელი შემოვიდოდნენ, აქ უნდა დაეცვათ ადგილობრივებს თავისი ხეობა და თავისი ადგილმამული და ამისთვის ამზადებდნენ და შეწყდა ეს გაწევა, მაგალითად აპაჩენი, არჩილსაბაური გაწეული იყო და ვლადიკავკაზში ჩავიდა. და იქიდან უკან მოაუბრუნეს, ოთხეს რომ გაუქმებულია თქვენი გაწევა და უკან გამოაუბრუნეს. ხევის ხალხი დაუბრუნეს ხევს. და რაღაც ნაწილი მათ პირველი გაწევა ვინც იყო წავიდა ნაწილი და მე უკვე აღარ გაიწვიეს ხალხი, თუმცა გერმანელებმა აქ აღარ მოაღწიეს საბედნიეროდ. მაგრამ ეხა ისეთი იმას ვიტყვან, ბევრი იყო წასული ხა მაგალითად ნესტორ საბაურიც ვიცი იყო ბოლომდე იყო ფრონტზე, მაგრამ ერთი არის ვისაც ასე თქვა მახსენდება ამ წუთში ვლადიმერ საბაური, რომელსაც ამაცობის რომ დაჭრილიც იყო და კატოზიაც მიიღა ფრონტზე, გადაეცა წითელი ვარსკვლავის ორდენი, საკმაოდ ისეთი ორდენი იყო, არის უბრალოდ ორდენი, საკმაოდ ერთ შემთხვევებში აძლევდნენ რა. გენეალოგიურ ხეზე გვიანბე. მე უკვე რამდენი წელი აღარც მაქვს, ალბათ 10 წელი მეტიად დავიწყე ჩემი გვარსაგვარეო გენეალოგიური ხის გაკეთება, ნუ პირველად მქონდა წყაროები, ეს იყო უფროს თაობას გამოვკითხე, ვინც შვილი იყო, ვინც ბიძაშვილი იყო, ვინც და მე არქივები იყო, კამერალური აღწერები რუსების მიერ 1804 წლიდან. 1804 წლის მერე იყო ერეკლე მეორის დროს აღწერები. 1791 წელს აღწერა არის და 1774 წელს არის, ესე თქოს ყველაზე ძველი რაც არსებობს, ასე ვთქვათ. ეს 1774 წელს აღწერა იყო. აი მორიგე ჯარი აღწერა ელექტრის დროს აღწერა, ანუ ვისაც ბრძოლა შეიძლება აღწერა ყველა 4 წელს და ზემოთ ვისაც შეიძლება ბრძოლა. მახვილი ჭირა, რომ ცოტა რამდენი ის იყო მეომარი ყავდა რა. აი იქაც არის 7 საბაური, ნუ ძიმებული სახელებდა გვარებით. ნუ მე ამის მერე კიდე ერთ საინტერესო ფაქტი არის, ნუ ეს მთლიანად დაკავშირებული მაქვს, აწყვილი მაქვს გვარი, ხა ჩვენი გვარი დიდი არ არის, მაქსიმუმ რაც შეიძლება იყოს 150 კაცი ვარ მთელი საქართველოს მასშტაბით. და ვინც არის საქართველოში, ყველა არის ყაზბეგიდან წასული. ან ზოგი თბილისში ცხოვრობს, ხა უცხოეთში ცხოვრობენ ზოგი, მაგრამ ვიცით ვინ არის, ყველა ვიცი რა, ესე ვთქვათ. 1774 წელს აღწერა 7, მე 1791 წელს ცოტა ნაკლებია, მე კრწანისის ომში როგორც ცნობილია მოხევებიც იღებდა მონაწილეობას სამასი არაგველი არის კვლევა ითონიშვილის კვლევას და დადასტურებულად არის რომ ყაზბეგიდანაც იყვნენ წასულები და სავარაუდოდ იქაც იქნებოდნენ, იმიტომ რომ მორიგე ჯარში სავალდებული იყო, რომ მორიგე ჯარში აღწერილი ყავდა და წასული ყავი.
და მერე უკვე შავი ჭირი მოდის მერეკლეს 1798-1800 წლებში და სავარაუდოდ როგორც მე ვარაუდობ ამ კრაიზის ომის მერე დაიღუპა ხალხი ამ ჭირმაც თავისთავად რაღაც იმოქმედა თუმცა ეს ის ჭირი არ არის რომელზეც წეღანს საუბრობთ რა ეს სხვა არის ჩემი ვარაუდით და მე 1804 წელს უკვე რამოდენიმე საბაური ესე სამი საბაური არის მოხსენიებული ამ წერებში მეტი აღარ არის და მე ისე ვრავლდება გვარი რა ისე ვიწყება და უკვე მე მოდის და მე დღევანდელი მოდესად ეს შეწევთ გადავჭით რა დაახლოებით 150 კაცის თვლის დღესდღეობით ხო დაახლოებით რა პლუს მინუს შეიძლება რაღაც რაღაც უცხოეთის მოქალაქეა და რაღაცა შეიძლება არ ჩანდეს რაც ოფიციალურად დაახლოებით 150 კაცამდე არის რა გამოჩენილი საბაურების შესახებ გვიანბე მე-20 საუკუნეში პერიოდში ისე რაღაცაა წამოვიდა რომ საგვარეულო პროფესიად ჩამოყალიბდა და იქიმაო ძალიან ბევრი იქიმი ყავდა გვარში ზოგადად ისეთი ფაქტიც იყო რომ რაიონში ერთ-ერთი სოფელი იყო რომ პროცენტულ დაში შეხედა ყველაზე მეტი ცდოში იყო და სოფლის დოში და ფანშეთში იყო ესე თქვა ყველაზე მეტი უმაღლეს განათლებული ადამიანი ძალიან ბევრი ჰქონდა უმაღლეს განათლება მიღებული ყაზბეგში ხა ყველაზე ცნობილი ვინც ყავდა ეს იყო ლადო საბაური რომელიც რა ვიცი იმის ექიმობის პერიოდში ქირურგი კაცი იყო იმისა პროფესიონალიზმად ძალიან ბევრი მოხები ეს გადაარჩინა სიკვდილს. ილიკო საბაური ყავდა, რომელიც იყო წერა-კითხვის გამოცემების საზოგადოების წევრი. და უნდოდა რომ სკოლა აშენებული, აკეთებული იყო, წერა-კითხვა ესწავლათ ბავშვებს და მაშინ ის გეუბნებით 1930 წლამდე. რუსეთმა ოკუპაცია მოახდინა საქართველოს და გაწიწდა 1930 წელს ეს კაცი თბილისში წავიდა და მე რაღაც არ ვიცი ვის შეხვდა, როგორ მოახერხა და ამის მერე გაიხსნა სოფელ ფანშეთში მაშინ ახლა ცოტა ცხოვრობდნენ მაშინ ბევრი ბავშვები იყვნენ. სკოლა, ოღონდ სკოლა ესეთი შენობა კი არ იყო, სხვადასხვა პიროვნებების სახლებში და თავისუფალი ოთახები ჰქონდა, იქ იკრებოდნენ ბავშვები და იქ ასწავლიდნენ. და 1930-31 წლებში მოახერხა ამ კაცმა, რომ სკოლა პირველი განსაკუთრებული ესე თქვა რაღაც სკოლისნაირი გახსნილიყო ფანშეთში და აი მაშინ პირველი მასწავლებელი მოავლინეს, ვინც იყო აქ ფანშეთში, ეს იყო ალექსანდრე ბაზღაძე. ჩამოვიდა ეს კაცი აქ მასწავლებლად. მე აქ დაუჯახდა საბაური მოიყვანა ცოლად დარჩა და დღემდე ერთი ოჯახი ბაზღაძეები ცხოვრობენ ასე ვთქვათ დიდ პატივცემთ ჩვენ სოფელში და საპატივცემული ხალხია რა. დიდი მადლობა შავლაგო საბაურების გვარის ისტორიის მოყოლისთვის. საბაურები არიან ძირძველი მოხევეები. გვარი არის ხევის პირველ მოსახლე წინარების წარმომშობი. წინარეთა ხევი იწოდებოდა მე-12 საუკუნემდე. საბაურებს წვლილი აქვს ჩეტანილი მე-14 საუკუნეში გერგეტის წმინდა სამების მშენებლობაში. გვარი ასევე მოხსენიებულია მე-14 საუკუნის ჩანაწერებში სამების სულთამატიანეში. საბაურების გვარს საუკუნეების მანძილზე წვლილება არ განუცდია და დღემდე პირველადი სახით მოაღწია. ამ ეტაპზე უცნობია რას უკავშირდება გვარის ძირი საბა. საბაურები მოხსენიებულნი არიან 1974 წელს ერეკლე მეორის მიერ არაგვის ხეობის მორიგე ჯარის აღრიცხვისას, სადაც გვარს 7 მეომარი გამოჰყავდა. მე-18 საუკუნეში ფანშეტი იყო ხევის 4 სამოურაოდან ერთ-ერთის ცენტრი. საბაურების უპირველესი სამოსახლო იყო გალავნი დაცული, ძველ ფანშეტა, სადაც ცხოვრობდნენ წმინდა სამების ამშენებელი კალათოზები. იყო მცირე ზომის ეკლესია, სადაც დაყუდებულნი იყვნენ ბერები. ამჟამად ძველ ფანშეტა დანგრეულია და ის გვარისთვის ითვლება წმინდა ადგილად, სადაც განთავსებულია ყოლა წმინდა ღვთისმშობლის სალოცავი.